ბოლო სერიაში მოვლენები ისე საინტერესოდ და უცნაურად განვითარდა, რომ თითოეული თქვენგანი ფიქრობს იმას, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს შემდეგი სერია. იყოც ის დაბნელება რეალური, თუ ეს უბრალოდ გელას წარმოსახვა ან სიზმარი იყო. მოდი შეეცადეთ ამ კითხვაზე სწორი პასუხი გასცეთ. მაქამდე კი კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ჩვენი არხის გამოწერისთვის. როგორც წინა სერიაში გაცნობეთ, ჩვენი მაყურებლების 68%-ს არ ყავართ გამოწერილი. ჩვენი მიზანია, რომ ეს მაჩვენებელი 60%-მდე ჩამოიყვანოთ და წინა სერიის სტატისტიკამ გვანახა, რომ ეს ყველაფერი რეალურია. ხომ იცით, თავარია გჯეროდეს, შეუძლებელი არაფერია. მაშ ასე თუ ახლა გვიყურებ, შეამოწმე გამოწერილი ყავარ თუ არა, თუ არ ყავარ გამოგვიწერეთ და დაუბრუნდეთ თავარ კითხვას. იყო ეს ამბავი რეალური? იყო ეს ამბავი გელას წარმოსახვა თუ უბრალოდ სიზმარი? რა მოხდა? ეს რა არის? მალე სახში რა მოხდა? რა ხდება? რა იყო რომ სიზმარი დაგისისმრა? და შენ გამოიცანი, გელას კიდევ ერთი ძალიან უცნაური სიზმარი დაესიზმრა და ეს სიზმარი კიდევ უფრო უცნაურ რეალობაში გადაიზარდა. გაღვიძების შემდეგ გელას მართლა შეხვდა მარიკო. ოღონდ ამჯერად მარიკო სხვაგან ზის და ხელში წიგნის ნაცვლად ახლა ტელეფონი უჭირავს. გელა შოქშია და არ ჯერა რომ ვინც დაესიზმრა მას რეალურად ნახულობს. ამ სერიის განმავლობაში ნახავთ აღშფოთებულ და შეშინებულ გელას და ნახავთ თუ ვინ გაიმარჯვებს ტყის ჩელენჯებში. იხილავთ დედას და მანანას თავგადასავალს ციცინათელაში, გაიგებთ როგორ აღმოჩნდებიან ისინი სურამიდან ზღვაზე და ასევე იხილავთ რუსუდან დირექტორს, რომელიც გასართობ ცენტრში შეუძლოდ გახდება და გაიგებთ შეძლებს თუ არა მანანა დირექტორის დახმარებას. კაჭურებს ლაპარაკობ რა მოჩვენება. რა მაგარია რაღაც არ ნიშნავს ხა ეგ. საშინელებათა ფილმში ხო არ ვარ? აღარ შემიძლია შენი მოსმენა. აი მე ტელეფონიც არა მაქვს. დედაშვილობანა სეზონი 2 არ დადეგები. რა ხდება? ამეა? ხო, აი, ორნებიჩი ვიყავი, მიდა და რწავს ვიყავით პიკნიკზე, მაგრამ რომ მოვედი ისე კარგად გეძია, მაგრამ აღარ გავაღვიძე და ხვალ წავედი. დილა არისო, რანაირად დაღამდა ეხა? ხო, ღამეა გეძინა და. ან დილა იყო და მე დაღამდა ჩვეულებრივად? თუ ერთიანად დაღამდა? დილა იყო და დაღამდა რა მოხდა? ხო, კარგად ხარ, ფეხი როგორ გააქვს? ტკივა? რაღაც მე მგონი ცოტა შემისივდა რა. რაღაც მალამოები მაქვს და ცოტა ხანში წაგვისმე. რომელი საათია? 11 დაიწყო. აუ, რა ვაკეთო ეხა მთელი საღამო რომ ეძინა. აი, მანანაც არ არის. გოგო დავინახე. გოგო დაინა. პარამ გადი და გაიცანი და მე იქნება მოხვიდეთ აი რამე. და როგორ გამოიყურე? რა მოკლეთ მაქვს ცოტა. სათვალეები უკეთია? გონი კი. ვაიმე, წავალ მე მაშინ, მაგას მაინც გავისწრებ, თან არ მეძინება და ვიქნები აგერეზოში. ხო, მიდი, კაი. სად არის? სიზმარში მახსოვს, რომ იქით იჯდა. იქარავინა, რა სხვაგან მოვწევ. სად შეიძლება რომ იყოს? ზუსტად ის გოგო რო იყოს, შეიძლება გავგიჟდე ძალიან მეშინი. გამარჯობა. გამარჯობა. შინაკისვენებ? კი. მართლა არ დავინახე ხარ აქამდე. შეიძლება რომ დავიჯდე? ხო, დაჭი. ჩემი დაიყო აქ და წავიდა მერე და აღარა უნდა ვრჩა ისე რომ მეგობრონა. მარიკო. მე გელა მქვია. მარიკო. გელა. რა წლის ხარ? მე 14-ის. მე 14-ის, შენ? 16-ის. მე 16-ის. აქ დიდი ხანია ისინი? დღეს ჩამოვედი, მაგრამ საყავზე ხუსაქვისვენა. დღეს დილით? და მე შუა დღეს სადმე იყავი? სახში ვიყავი, ვისვენებდი. რატო? არა, ისე მაინტერესებს შუა დღეს რა შევი. შენ დიხანი აქაც ხარ? მე ერთი კვირის წინ ჩამოვედი ჩვენ და. გინდა არ მოვითამშოთ? რა ვითამ? წრეში ბურთები. მარტო მე და შენ? მაი ნიკოლასაც დაუძახოთ. აუ, ნიკოლას იცნო? კი. ეს წამიდიან შენ, ნიკოლას ალბათ. ხო დედა. გელა, შემოდი ერთ ცოტა ხანი სმალა მომდა წადისვა ფეხზე რო. ო, კაი, მე ფეხბურთი ვითამაშე და გიგი მომჩეხა და ისე მტკივა ფეხი და მითხრა მალა მომდა წადისვაო და წავალ წამიშომს და მოვალ, კაი? კაი, აქ ვიქნები და ვითამაშოთ. მოვედი დედა, ეს მე მგონი ამტკივდა უარესად რა. აუ, მოდი. მიდი წამისვიდო. აუდე ძალიან უცნაური რაღაც დამესიზმრა რა. რა აბა? რა და ეხა ის გოგო მარიკო გავიცანი და ეგ გოგო დამესიზმრა. წეხან რომ ეძინა მაგ დროს. ხო არ დაგინახია ეთყობს ადამიანმა. ხო და არა არ დამინახია არასდროს კაცო რა დამინახია. ერთადაც ვიყავით პიკნიკზე, შენც იყავი, ნიკოლოზიც იყო. რაღაც განცვეძებდით და განძი რო ვიპოვეთ, დღე იყო და დაბნელდა უცებ და ძალიან შემეშინდა. რა მაგარია რაღაცას არ ნიშნავს ეხა ეგ წარმოიდგინე ის გოგო ნახე სიზმარში და გავდივარ და ზუსტად ეგ გოგო ხო, მაგრამ შეიძლება გამთხვევა, ან სადმე ხდა გინახავს არამე, უბრალოდ ყურთება არ მიგიქცევია და. კაი იყო ამას? რავი ხო. აი გავალ ცოტა ხანი კიდე რა და მიდი აღარ დაჯექი და არ ერბინო. არა, სად უნდა ვირბინო? რა უფრო გავგი. აი, წავისი ისა. წავიდეთ. აუ ცოტა ხანი ვიყოთ რა. რაღაც მინდა რომ გითხრით. მე და შენ ვიყავით და ნიკოლოზი, რა ვიცი ხეზე გახსოვს?
არა. და საქამდე ჩვენ ერთმანეთი არ გაგვიცნია შუა დღეს წიგს რო კითხულობდით, არ გახსოვს? What? არა. არა. ხარ ბოდიში, არა. იქ რო ვიყავით სურამის ციხეზე მე რო. აუ, კაი, წამორა, თუ თამაში იქნება, ვითამაშოთ. განსროით. ბაბოშინ სანდერძი გაქვს ნანახი. ვერა ხარ. ვიჯექი სკროლავდი და რაღაც გიჟობებს მეუბნები. და მირეკავს კიდე. გელა. ო, დედა. რა შვები რა საკეთებ? აგერვა. პასტა გავაკეთე მე, მოდი ამოდი ჭამე და ვარ მშია, რა თუ მშია. თუ გინდა ის გოგოც წამოიყვანე, ხო გაიცნე და? მართლა? ხო. კაი. კაი, მდგელდებთ. აუ, დიაჩი მაგააკეთა პასტა და მითხრა რომ წამოიყვანეო. აუ, კი, მაგრამ შია. ხო, ნუ გამეღატავები. აი, არ გიყრა. რა გემრიელია. ნაშვები, აბა შენ სკოლაში გიყავს სწავლა? აუ, კი, ძალიან. აბა რა შვები შენ გიყვარს სკოლა? აუ, კი, ძალიან. ვა, კაია. ძალიან გემრიელია. მადლობა. თქვენ ისე აქ ცხოვრობთ? კი, მე რა, ბებიაჩემ და ბაბლოჩემ აქ ცხოვრობენ. თქვენი სახლია. კაია. ხშირად ჩამოდიხართ ხოლმე ისე დღეს სურამში? კი, ყოველ წელს, იმიტომ რომ აქ ცხოვრობენ ბებიაჩემი და ბაბუაჩემი და ძალიან კაია. რა იყო გელა რა მოხდა? რა მოხდა და ეს დიალოგი მოსმენილი მაქვს რა. რანაირად? რანაირად და სიზმარში ვნახე. პიკნიკზე ვიყავით ჩვენ სამი და ნიკოლოზი. და ეს ადამიანი ნანახიან ყავდა და წერან დამესიზმრა და გამომეცხადა გვინ ხარ. ჯობია წავიდე. დამები რა ფეხცების ის და მე მგონი ეს გოგო მოჩვენება. კანჭურებს ლაპარაკობ რა მოჩვენება. აბა გეუბნები დამესიზმრა თქო ზუსტად ესეც სათვალე ეკეთა თმა ზუსტად ესე. არსებობს დაფთხოვება. და სახელიც კი მარიკო ერქვა იქაც და აქაც და რანაირად ვერ ხვდები. მაშინებს რა. რატო არ გჯერათ შენ? აი მე ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ აღარ შემიძლია შენი მოსმენა. სიზმარი იყო და ეგ გაარა. აუ ძალიან მომწონდა შეგიძლიათ რომ დაგამოდოთ. კი, რა თქმა უნდა მოვიცი. მარტო იმიტომ არ აქვს რომ დიდი შემი ძალიან გემრიელი საჭმელი გააკეთა. ხამე ჩამობნელ და მე ბოლოს არ გახსოვს? ყოველგვარი ნედერი ჩემ დამირეკავს. კაი, წამომოდი გაგაცილებ და დამშვიდი შეედრა. გონი მარიყო არაფერ შუაში. მე ვნახე უბრალოდ ძალიან უცნაური სიზმარი და ტყუილად ვაბრალებ რაღაცებს, რომ გათენდება აუცილებლად ბოდიშს მოვუხდე. აუ რა კაი ამინდია დღეს. აუ იქსის მარიკო. და გამომივიდა გუში. კაი უნდა მოუბოდიშო და სხვა გზა არა. გამარჯობა. აი, როგორ ხარ? კარგად. აუ რაღაცი თქმა მინდა შენთვის. ვისი? აუ ბოდიში მინდა გუშინდელის გამო რომ მოგიხადო რა. ახალ გაღუძებული ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა და წესრად ასე ვერ მოვედი და. კარგი, მეც ბოდიში რო გიჟი დაგიწა. გიჟივით ვიქცეოდი გუშინ მართლა შენი ბრალი არაფერია ჩემი ბრალი. შევრიგდით, კარგი? შევრიგდეთ? მე და დედა ვაპირებთ ტყეში რომ წავიდით ცოტა ხანში და წამოხვალ შენ? აუ, კი, ვითამაშოთ რა. ხო, ვითამაშეთ რაღაცეები. შევალ მაშინ და 10 წუთში მეც დაგიწა. გამოვიჩვი და გამოვა. აი, გოიმიყვარს ეს ტყე, ამ ტყეში ვარ. ყველაზე ყოჩაღი მე. ყველაფერი შემიძლია გავაკეთო საერთოდ. აუ, მე კაი. აი რა შეგიძლია რომ გააკეთო? ყველაფერი აი აქტივობა ნებისმიერი აი ფოტოებს ვიღებ მაგრად. აი ეს კამერა გაქვს სირბილი, აქეთ იქით რაღაცების ტარება, შეგროვა ყველაფერი ან აუ, მე კვადროზე ვატავ. ძალიან მაგრა და შენ მაინც არის. ხო, იგახლა მორჩით. მე მაქვს მოგზადებული თქოს ის ჩელენჯები და ეგეთი გავაკეთოთ და ვერ გავიგებთ რომელი უფრო მაგარი ხართ ტყეში. გინდა? ვახსენე. მოკლედ, პირველი არის რომ 30 წამში ვინ უფრო მეტ გირჩს შეაგროვებს. ჯეი, რანი. შენი წევა მამაში მომიგო. შენი 30 წამი დაიწყო. 1 2 3. აი 5 4 3 2 1. ვარჩა. აუ, რამდენი გირჩი შეაგროვა რა. მოკლედ მარიკომ შეაგროვა 27 გირჩი. და ახლა ვნახოთ გელა რამდენ შეაგროვებს 30 წამში. დედა ნახე, მაიკაში ჩაიგროვე, მეც ეგრე ხო არ ვქნა. აი, მე სამაში მინდა ჩავიგროვო რა, აქ პარავიდე, არ მაინტერესებს. 1 2 3. წავედი. 13. უნდა დავითვალო თან, წავიდა. მალე. 14, 15, 16. 3 2 1. მორჩა. ჩაი. 32. პირველი რაუნდის გამარჯვებული არის გელა. გელამ აგროვა 32 გირჩი და მარიკომ 27 და მეორე ჩელენჯი იქნება თუ ვინ შეეხება მე დღეს 15 წამში. 1 2 3.
13 იყო. ეხლა კი მარიკოს ჯერია და 1 2 3 ვისაერთი. და ეს ჩელენჯი მოიგო მარიკომ. 1-1 და მესამე ჩელენჯი არის, რომ როგორც ვიცი, მარიკოს აქვს წაბაღებული ფოტოაპარატი და გელებას თქვა, რომ მეც ვიცი გადაღებაო, ამიტომაც მოგცემთ 2 წუთს და ვინც უფრო მაგარ ფოტოს გადაიღებს, ის მოიგებს. აუ, რა საინტერესოა, მოდი დავიწყოთ. ვინ შეაფასებს მერე? მე 1 2 3 გავიდა 15 წამი. აი, მაგ გავიდა ხესა ფეხი აზია რაღაცა ხერი. აი, არა რომ. ხო, რამდენი წამი წავ? ჯერ გავიდა 40 წამი. იქ გადაიქი, იქ, შენ, იქ და შენ. ხო, და გამოიხედა. დარჩა 30 წამი. 20 წამი. მოდი გაიხედა. სოვავარჩო. ეხლა გელას ჯერია და შენი 2 წუთი დაიწყო. 1 2 3 გავიდა 30 წამი. არა, მანდარო. მაქე თაღა. ყეში. აუ, თაღი ხაიდა. და ჩაი წუთი. ახლა გას გადაუ. მე მგონი რომ ვერ ვასწრებ. ვარ მომწონს. და 30 წამი. ეს უნდა გადავიდე. 20 წამი დარჩა. ვერ ვასწრებ. ვაი, ფოტოს ვერ ვიღებ. 10 წამი დარჩა გელა და შენი დრო. ეგარი. გავიდა. ეგა. აუ, ვარ ვიცი, რამდენად კარგი. აი, ამას წავშლი, 3 უნდა დავტოვო. აი, ეს არის მარიკოსი 1. ვაუ, მოვწოს. ეს არის შემდეგი გადადი. ეგ არის ვაუ. და ეგ არის. ვაუ, სანკაი. 3 ფოტო არის ესენი მარიკოსი, რა მოკლედ. ეხა არის ჩემი ფოტოების დრო. ეს არის ჩემი. ვაუ. ვაუ. ჯანდაბა. ჩემი აზრით გაიმარჯვა გელამ. ოდი ვიტომ არა რომ ჩემი შვილი ხარ, ხო იცი? უბრალოდ რაღაც ლამაზი სურათები გადაიღებ. მარიკო, არ გინდა შენი კამერა დაგიბრუნო. მინდა. და გასწავლი მე გადაღებას. და შემდეგი ჩელენჯი არის, რომ ვინ ჩამოთვლის უფრო მეტ რაღაცას, რაც ტყე შეიძლება იყოს 20 წამში. ოღონდ ცალ-ცალკე, ანუ თუ მაგალითად მარიკო დაიწყებს, შენ არ მოусმედ, რომ მე არ გავიბეოროთ და რაღაც რა. დაიწყოს გელა. მაშინ შენ უნდა წავ. 1 2 3 ხე, წიწვები, გირჩი, ბალახი, ცხენი, მანქანა, ბატუტი, თამაკი, ძაღლი, ადამიანები, თუნდაც ხეში შეიძლება ხო იყოს? ზოგადად. ზოგადად. მაშინ ეში დათვი, ხო, გავიდა? კი. და 12 რაღაც ჩამოვთვალე მარტო? ხო, მოკლედ გელამ ჩავთვალ 12 რაღაც და აბა ეცადე ახლა რომ მეტი ჩამოთვალო. 1 2 3 ხე, ფოთოლი, ბუჩქი, მიწა, ციყვი, ადამიანი, ჰამაკი, ირემი, ფიჩი, პოტი, გირჩი, ყვავილები, დაგჩა 3 წამი. 2 ვარჩა. 12 მე. ეს 12 ჩამოვთვალე? ხო. მოკლედ გადათამაშება, რადგან ვერავინ ვერ გაიმარჯვა, ამიტომაც ახლა ჩავთვლით 10 წამში, რაც შეიძლება იყოს ტყეში, უბრალოდ რაც არ ჩამოგითვლეთ ჯერ. შენ დაიწყე. 10 წამში, ვაიმე. 1 2 3 აი, არ გითხოვს ქვა, რომელიც შეიძლება შეგდეს, არ გითხოვს ფილეული ამით კრანა რომელიც შეიძლება შეგდეს, არ გითხოვს. What? აუ მეპარება მე ძალიან დრო, რატო არ მithვრით ხოლმე? მოდი, 2 რაღაც ჩამოვთვალე მხოლოდ 2. 1 2 3 ყო, ხო არ მithქვამს. ქვა, ხავსი არის რავე. მოკლედ გაიმარჯვა მარიკო. ანგარიშია 2-2. ბოლო ჩელენჯი არის, რომ ეხლა მე ჩავრთავ ტაიმერს 1 წუთს და ვინც აი ამაში უფრო მეტ ჩაგდებს, ის მოიგებს ბოლო რაუნდზე, ის იქნება გამარჯვებული. 1 2 3 ეგა 24 ჩაგდო მარიკო და ეხლა არის გელას ჯერი. არ არის ცოტა 24. 1 2 3 ეგა წავაგერა. აუდედა როგორ გაუმართლა, ნახე გამეჭედა ბურთები რა. მაგარი ვარ. არა უშავს ორივე მაგრები. იმიტომ რომ ჩემზე უფროსია და მაგით, აი 2 წლის მერე ჩემზე უფროსი. მარიკომ ჩააგდო 24 და გელამ 19. გამარჯვებული არის
უსწავლებს. მარიკო! იეი! არა უშავს გელაშეს. არა უშავს. კარგად ხელი, ყველაფერი. ხო იცი ხა გოგოა და მე ეწყინებოდა და. ხო, გეწყინებოდა. ეხლა წავიდეთ სახლში და ვისვენოთ რამდენი ხანია ტყეში ვართ. აუ ძალიან გავერთეთ. წავედით. დავმარცხდი, მაგრამ არა უშავს. დედამ ძალიან კარგად გაგვართო და გუშინდელი ამბავი თითქმის დამავიწყდა. მარიკო ძალიან კარგი მეგობარი აღმოჩნდა და დარწმუნებული ვარ მანანასაც რომ გავაცნობ ძალიან მოეწონება და ვიმეგობრებთ. დელა სახლში ხარ? ხო დე. მოდი ორ წამ საქმე მაქვს შენთან. ო რა იყო მოდიო. მოკლედ უნდა მოვემზადოთ. ის იცი რატო? რატო? ძალიან გაგეხარდება. დღეს ხო იცი ბანდერ ჩამოდი საღამოს. ხო აუ ხოდა შენი აზრით სადმე ვდივართ? ეხა არ მითხრა რომ რუსთავში მივდივართ უკა. არა, რა რუსთავში, კაცო. აბა ქობულეთში უნდა წავიდე. მართლა და სხვაზე მივდივართ. აუ დღეს ხამი უკვე სხვაზე ვიქნები? აუ რა მაგარია ქობულეთი. ავედი ფეხზე ჩაუცვა მე და მზად ვარ რა თქ. მოდი. კაი, მოვდივარ აიმეც გამოვწვლე. ვინ მირეკავს? დიახ, განჯობა. უი, დღეს მართლა საღამოს. ხო, ქობულეთში მივდიოდით უბრალოდ ახლა ჩვენ. აი არ ვიცი ზუსტად წამოვა თუ არა. გადმოგირეკავთ კარგით? გელა, გამოდი ერთი წამი. ხო დე რა ხდება? მოკლედ, ჩვენმა ფეხბურთის ტრენერმა დამირეკა რა? და მითხრა რომ დღეს საღამოს ბორებზე მივდივართო რა. დღეს საღამოს მივდივართ ხო და აი შენ როგორ გინდა თუ გიდა წამოდი ქობულეთში და თუ გიდა დღეს რა ყველაფერი დღეს ხდება რა ხდება? აბა როგორ გინდა შენ და უდოვრეკო და უთხრა. ესე რატომ დაემთხვა ეს ორი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ამბავი ერთმანეთს? მახსოვს რა მაგარი დრო გავატარეთ შარშან ზღვაზე. მართლა დაუვიწყარი იყო და ეხლაც ისე მინდა რომ წესით არ უნდა არსებობდეს მიზეზი რომ არ წავიდე. მაგრამ ფეხბურთის ბორები რომ გამოვტოვო ჩემი გუნდელები სექტემბერში ძალიან მაგარ ფორმაში იქნებიან. და მე შეიძლება მთელი წელი სათადარიგო სკამზე მომიწიოს ჯდომა. სპორებს ვერ გამოვტოვებ, რადგან ეს მხოლოდ გართობა არაა. მაგ პერიოდში მე უფრო მეტად გავძლიერდები და სექტემბერს ძალიან მაგარ ფორმაში დავიწყებ. ზღვაზე კი მომავალ წელსაც წავალთ, ამიტომ დედა თუ მე მეკითხება აზრს და მე უნდა გადავწყვიტო, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება ზბორებზე წასვლა იქნება. აუ დედა, ხო იცი როგორ გამიხარდა ზღვაზე რომ მივდიოდით და ზღვაზე წამსვლა როგორ მინდა, მაგრამ თუ შეიძლება წავალ რა ზბორებზე, რა ფეხბურთი ხო იცი როგორ ძალიან მიყვარს და რამდენს ნიშნავს შენს და ეს ფორები რომ გავაცდინო მე. წავიდე ხო? კი, და ფეხი ხო არ ხტკივა ეხლა ეგრე დედ ძალიან. გუში რომ ის წამისვი, მაგის მე იცი რა მაგრად მიშველა, აი ძალიან. და გამომივლიან ხო აქ წესით? ხო, დაურეკავ ახლა მიდი შეც გამოიცვალე ბარემ და ვეტყვი რომ მოდიხარ და. კაიდე, მადლობა. დიახ. აი გადავწყვიტეთ და წამოვა გელა. კარგით. კარგით. ნახვამდის. ჩემი დედას და მანანას გზები კიდევ ერთხელ გაიყო. მე სურამიდან მანგლისში წავედი ზბორზე, დედა და მანანა კი სურამიდან ქობულეთში წავიდნენ დასასვენებლად. იმედია ჩემს გარეშე ისე არ გაერთობიან რომ გული დამწყდეს. დღეს ყველაზე მაგარი დღეა, იმიტომ რომ დედამ წამომიყვანა ციცინათელაში. ხელს ვერაფერი და ვერავინ ვერ შემიშლის იმაში, რომ საუკეთესოდ გავერთო არანაირი გელა. თან ძალიან გამაბრაზა. ვიღაცა გოგო გაიცნო, იმასთან ერთად დადიოდაო. არ ვიცი მოკლედ მე მაგათ რას უზავ, დედამ ყველაფერი მომიყვარ. ყველაზე მაგარ დროს გავატარებ. გელა შენ კიდე შორიდან მიყურე. უყურე როგორ ერთობა შენი საუკეთესო დაიკო. ეს ბავშვები მართლა რატო ებრძვიან ერთმანეთს არ ვიცი, მაგრამ მანანა იცოდე კარგად მოიქეცი დღეს და იმიტომ წამოგიყვანე რომ გაერთო და გელაც რო არ არის მაინც და რაღაც ძალიან წყის გელა კროა. არ შეიძლება ადამიანის ესე ორ წამში ჩანაცვლება. ძალიან გული მაქვს ნატკენი. ამიტომაც გელას ჯინაზე დედა ყველაფერზე დამსავს ხოდე. კარგი. ცოტა ბრაზიანია, მაგრამ კეთილია. დე ამაზე დამსვავ? არა. ნახე რა ამაზია, ძალიან მოგეწონება დე შენ. აუ მინდა ყველაფერზე მინდა. აი აქ არის ალადინი. დედა ნახე რა მაგარია. თითქოს იმაზე ზიხარ, მაღლა ატრაქციონი როა. მე ატრაქციონების ძალიან მეშედია, მაგრამ ამაზე ნეტა რას უნდა ის. ნახე, ფეხებიც კი დაბმულია. მოდით ახლა დაგათვალიერებინებთ ამ ახალ სამყაროს. ციცინათელაში მოკლედ VR სათვალეებს იკეთებ და რაღაცა საოცრებები ხდება. აბა აქეთ წამოვიდეთ ხა რა ხდება. აქეთაც იგივე. ნახეთ რა საინტერესოა. ოპა. მოკლედ დედამ გადაწყვიტა, რომ ჯდება ალადინზე თავის მეგობრებთან ერთად. უცხო პლანეტელებივით გამოიყურებიან. აბძანდით, თაკო იყო ეს ელენე, ესეც ნიკოლოზი და მართა დედა. არ მოიხსნათ იცოდეთ. ვაიმე, დედა ჩემი უცხო პლანეტელი გახდა მგონი. დედა გეშინია? იტყუები მგონი. თუ გინდა რომ ჩამოხვიდე თქვი, სანამ დრო გაქვს. ოპა, ეს ასე დაიწყო ჩვენი ალადინი. აი ამას ხედავს მართა ეხა სათვალეში. ნახოთ შეეშინდება თუ არა. ვაუ. ვაიმე, ელენე მე და შენ გავიგუდეთ.
გეშინიათ, მართა. გვერდებზეც გაიხედეთ, ძალიან კაია, გვერდებზე გაიხედეთ. შენ ვერ გხედავ ახლა. ბრავო, ნუჭამ. მართა რეიფსაკე. ბრავოთ! ძალიან კარგად ვარ. ვაიმე! მივიდა. ეგ არის? რამდენი ვიცინე? მოგეწონათ? ძალიან. დედა ძალიან მაგარი ამბავი და მოგვიყვე. ეხლა ნუცბაც ვზივარ რომელიღაც ატრაქციონზე ვიყურები რა ცოტა შორს და ხედავ დირექტორი რუსუდანის ნაირქას. ესე მოსაცმელი ეცა და ესეთი სახით იყორებოდა ათვალიერებდა. გული გამიწყდა მეც კი საშინელებათა ფილმში ხო არ ვარ აქ მაინც ჩვენი დირექტორი. ანუ შანსი არ არის რომ იყოს, იმიტომ რომ დირექტორები და მასწავლებლები ესეთ ადგილებში ხო არ დადიან. ეგენი სკოლაში და კაბინეტში არიან. გული გამისყდა რა, სხვა ყოფილა რა თქმა უნდა. მე ცოტა გავერთო 1 მეტრად რა კაი ოთახია. მიბძანდით რა, მან გადამატარეთ რა. დედა შეიძლება რომ ლაბირინთში შევიდე, ძალიან მიყვარს. კი, შევიდეთ, მეც ვარ. შეც მოდიხარ? ხო, წამოვარ. მიხარია ძალიან, ლაბირინთში შევალ. ვაიმე. ძალიან მომწონს მე და სულ წამიშინია, შენ რო გიშინია ერთმა. დედა! ვაიმე, მართა საშიშია, ეს რანაირი ლაბირინთია, ეს არის საშიოთა. ავედი! რატო შემოვედი? დედა. აი მე გასასვლელი ნეტა საით არის? ვაიმე, აშკარა დაგუნდა იყოს, ხო? აი, ვაიმე დედა. წნება. ვაიმე, ლამრაც არ არის აქ წნება. ეს ვინ არის, კაცო? ვაიმე, და ეს ქალი ვის გავს? ჩემ დირექტორს, მე და ჩემი დირექტორი. კაჩერტი წამო. რას მეჩხუბები, გაი? იქა მართლა აქ არის ახლა და რა ხარი? დანაირი ლაბირინთია, მართლა საშიშია რა. არ დავიკარგო. გოგო აქ მოდი, მანან. არა, მე აქედან ვეღარ გავალ რა დედა. ტელეფონი, ვაიმე, ტელეფონიც არა მაქვს. ვაიმე. თითქოს რაღაც ხმა მომისმა თან სიცილის, თან რაღაც არ ვიცი, ძალიან უცნაური გასწრელია ეს აქ რა ხდება. ვაიმე, ვიღაც არის, დედა, ვიღაც არის აქ. ვაიმე, წამოდი. ვაიმე, ვინა? ვაიმე, ვინა? რუსა დირექტორი. რა გჭირდა? რა გჭირდა? მანანა შვილობი წავიდა შიში. წამოდი. ვაიმე, მართა როგორ ახარ მანანა თვითონ მე გაგიყვანთ. წამირიდა შიშისთან. ვაიმე, მართა მე გაგიყვანთ. მანანა გენაცვალე, დედი გენაცვალე. ნელა, რასაც შემოვედი. მე მანანა შენ აქ რა გინდა გენაცვალე ისვენებ რუსუდანას. ნელა, დედა всё. წამოდი რუსუდანას. რა მოგივიდათ? მარტო რა გინდათ? ვაიმე, რა ვიცი. ნელა, ნელა. ვაიმე. ნუ გეშინიათ. ვაიმე, ნუ გეშინიათ რუსუდანას. სადა კედელი. ესა თიმში შარად ხედა, ხო იცი, ვაიმე, გოგო, მე მეგონა სასაცილო ოთახია და მეთქი ცოტა შევალ გავიცინე. ეს რა არის სასაცილო? დედა, რა არის აქ სასაცილო? მანანა, შენ გაიცინე. რავი, ვერთობოდი სანამ ჩვენ დაგინახავდით. მე გაგიყვანთ, აი გაგიყვანთ. ვაიმე, დედა, აღარ შემოხვიდეთ. არა, გველოდება. დედა, ვაიმე. აი, მარტო ციცინათელაში რომელი მასწავლებელი დადის? რა ვიცი, ერთი გამოვისეირნე ცოტა ეს ახალი მანქანა ყავს ისე. ვაიმე. ნუ გეშინია მას. ვაიმე. ვაიმე, რუსუდანმას. ნუ გეშინიათ, გავდივართ, ბოლონი ხო, დავდივართ, წამოდი. რა, ვაიმე, რუსუდანმას, აი, რა გინდოდათ მარტო ესეც საშიშო მანანა, აი, ოთახში. უფალმა გამომიგზავნა შენი თავი გენაცვალე, საუკეთესო მოსწავლე ხარ შენ ჩემი, ლამრო და მე აი გიჟდები ჩვენს გელაზე კარგი, ხო, გელაზე კარგი მოსწავლე ვარ. მანანა, გენაცვალე შენ, თეთა როგორ მიშველა, ვაიმე მანანა. არა, მე ძალიან მიყვარხართ, აი, ჩემი საყვარელი მოსწავლებელი ხარ. მაგახეთ ქვაზე რა, მადლობა გენაცვალე რა. ანუ შევრიგდით, ჩემთან რაღაც გმართებთ მაშინ. შევრიგდით. შატალზე რო წავალ ხოლმე, დედას აღარ ედმით. აბა, ეხა მანანა გრიტიშვილი.